დილამშვიდობის ქარმა მიქნა, თორე მაქსიმალურად შევეცადე, რომ მოწესრიგებული გამოვსულიყავი. დილას ავდექი ვეცი სარეცხს. დავიწყე გამოხარშვებით. სახლი მივალაგე. ჭაბუკი ვერ გავაღვიძე, ვერ გავუშვი სკოლაში. ხოლო სახლში არაფერი არ მეუხრა. ბოლო პარტია სარეცხის, ანუ გამოვიდოდი ხმილ გარიცხილი დამხვდება, უნდა გავფინო. ფეირი ჩავასხი, იმიტომ რომ რასაც მევყირულობ, ამას ვერ მივაღწია, როცა ნორმალურ მაღაზიაში მივდივარ ხოლმე. ეგ ნორმალურ პარაშოქს ვეღებ ხოლმე სარეცხის საშუალებას, იმიტომ რომ მგონია, რომ ეს არ რეცხავს, რატომ მგონი არ ვიცი. ფსიქოლოგია ალბათ ადამიანის, რომ მგონია, რომ ძვირს იხდი. მზის დამცავი არ მქონდა, მზის დამცავიც ვიყიდე, ფასდაკლება იყო ისო ავერსში. და წავიდეთ ახლა სახლში. რა დავხარჯე? 73 ლარი ორნაბიჯი. 23 ლარი ალბათ არა. 23 ვეცი მე მგონი ავერში ფასდაკლებაში 50 ლარიან მზის დამცავში. სადღაც 32 ლარი ლიბრეში რდის პროდუქტები დავამატე. და ხელფასტანში 50 ლარი იყო, მაგრამ ხელფასი არ მოუციათ, ჩემი ობიექტია და გავუბარე ხელფასში. აი ეს თუდად ვიქცევი ხოლმე ხანდა. ჩემი ასაღები ფულია, ჩემი ისენ მაინც. და არაფერი არ მეყიდია ხელფასტანში ნიგოზი, რომელსაც ჭამ და მიყვარს. ორ მუჭენი გოში მივეცი არ ვიცი კატასტროფა ფასი ალბათ 23 ლარი. წავიდეთ სახლში ვნახოთ აბა რა შემომესყიდა. ამ მონაკვეთზე ვგიჟდები, ისე მეყვარს ეს ყვავილი, რომელსაც სულ პუტავდი ხოლმე. და ეს ნიკოლოზამაც დაკიდა გახსოვთ ვიდეოში ჩაასერთგან. წავიდეთ. წავა ცუნცული საერცხის საშუალება აბაზანაში უკვე. და შევყარა მეორე. ნახოთ ახლა გამოცარიელებულ მხოლოდ ბურღული მქონდა. გუშინ გავაკეთე აჩმასავით, ყველით და პომიდრით. ის მეცად გაჩვენებთ. ეს მაკარონი და ძალიან ვისი ამოვნა, თურმე ძალიან ბევრი გამომიტოვებია. პირდაპირ ძალიან ცოტა წყლით 30 წუთში ზუსტად მომზად და ღუმელში გამოვაცხე. ფენა ცოტა კარაქი, ცოტა ყველი პომიდორი და ძალიან გემრიელი იყო, მინდა გითხრათ. კარგით, ნახოთ ახლა ორი ნაბიჯი სამს. არ მინდა ხოლმე რომ გავხილო პარტიები. არა, ისე გავყვანზია. გადავწყვიტე რომ პური არ ვიყიდო და არ მივიდო. ვიცი რამდენ ხანს გავძლებ, იმიტომ რომ არაფერი რო არ ვჭამო, პური და ყველი არის ჩემი ყველაზე გემრიელი საჭმელი. კივი 6 ლარი ღირს ორ ნაბიჯშიც. ეს იყო ფულებით დავიღე, იმიტომ რომ ეირფრაიერში ძალიან კაი გამოდის. სამდა 50 ღირი და პორტოხალი და ცოტა წამოვიდა. კარტოფილი ლარი და 40 ღირი. რცე იყო ქულებით და აღარ მეყო. გავნაშთე. არა მაინც ამოვიღე. ჭარხალი. ესედან რო შემიყვება. სტაფილო. კიტრები.
ეს იყო რაღაც ბულგარული წიწაკა წითელი იმპორტული. და ეს რო დავინახე. შუყურეთ რა ისკავში. ფრედ მოვიხეკლა. პლასტმასის ბულგარულებიც და ამორცელში გადავიხადა 6 ლარი. პოპო. ნამდვილი. ქულებით იყო და ეგდო. სალათებისთვის კიდე უნდა იყოს ეს გავედი. ჭარხალი ტყემლით მომბეზდა და ვფიქრობ რომ რაღაც იმდენად ბევრი ბოსტნეული მინდა რომ ვჭამო და პური არ ვჭამო რომ ცოტა არ ვქნავს თქო. მაწონი ბანანი ეს არის ორი ნაბიჯი. ჩემი უსაყვარლესი ნაგვისწრება. შევალაგოთ ახლა ეს, თორე ძალიან თავზე დაგვადგება ყველაფერი. რომ შეალაგებ და არაფერი არ გიყიდია, ეგ ამბავია რა. ყველაფერი შევალაგე და არაფრის უცარიელი ემოცივარი. გუშინ როგორც ჩამოვით დავჯექი. არა უმდგარ. რა თქმა უნდა, ხშირად გავკითხე და არაო. კარგად რომ შევედი და ჩავერთე მუშაობაში მეუბნება რომ შეაო. კარტოფილს ვჭრე ხოლმე როცა თავისუფალი დრო მაქვს ადულებულ წყალს მასხავ. დავყინავ წვრილად დაჭრილ კარტოფილს. გამოაქვს კრახმალი და უფრო კარგად იწვება გრილში. ეგ მქონდა გაყინული. კომბოსტო დაგორავდა ერთი საცოტავი, ეგ არ წავიღე თელავში. კომბოსტოს აფილ ჩავხეხე, უმწვანილოდ. მაკარონი შევაგდე, გამოვაცხე და მშვენიერ სადილი თევზიც მივაყოლე. გადავრჩით, ფაქტიურად გაერთარგავ სულ ვარ გულში. ეხლა აქა. ასაკიანი ხალბატონი შემოვიდა, თანდადი ალამაზ დაკაბრა. ეს მოაქე ეს კომბოსტო, ეს უკვე ხელფასში რო გავიქვითე ის არის. მალადოი კომბოსტო რა ღირსო. ძალიან მინდოდა რომ გამეცნებარ თავი შევეკავე, ძალიან საყვარელი ქალი იყო და ალბათ ეს წამოწდა ესეა მიჩვეული, მოკლედ. ახალგაზრდა კომბოსტო რომელიც ძალიან მიყვარს მე. ზოგადად კომბოსტო ძალიან მიყვარს. ყველი რომელიც არ მომეწონა, მაგრამ მაინც ვიყიდე. არ მომეწონა ყველი, მაგრამ ოკეი. იყოს. შავი ქიშმიში, რომელიც ძალიან გემრიელია. ახლა გადავწყვეტე უშაქრობა, ისედაც არ ვიყავი შაქარს დამოკიდებული, მაგრამ ტკბილზე დამოკიდებულება აქვს. ძალიან კარგად ხსნის. ნიგოზე გოგრის გული. პომიდორი. ოთხი ბადრიჯანი მე მიყვარს. და ხანი არ ყიდულობდი. ლიბრეში ვნახე ეს ლობიოები ფასდათმობით და წამოვიღე, იმიტომ რომ ფუცებში შეჭა. ეს ხაჭო არასდროს არ მიყიდია, ორნობით საერთოდ არ ქონდა რძის პროდუქტები, გადავედი ლიბრეში და კონსულტანტმა მითხრა რომ კარგია, დავტესტოთ. არაჟანი
იოგურტი შიმშილის დროს. ჩემი ჯანჯაფილი მოვაჭამე მანქანაში. ესე შემიძლია მოვაკუთე. ეს არ მოვიწყდა. შეუძლებელია. თქვენ ხომ არ იცით რა სუნი აქვს. საოცარი რეჰანი. ჰალაპენიო. ჩემი მეგობარი ხახვინიორი. და ძალიან მიყვარს ასეთი ქინძი და კამა. მე დავრეცხავ ახლა გავაცეცხავებ. მაგრამ იქამდე სამ დავრეცხავ და გავასუფთავებ. რაღაც ვიპოვე და გავრეცხავთ თქვენთან ერთად. ჩიადე? რა ჩია? ჰა? საჭმელი? მოკლედ მესამე სართულზე სადაც არავინ არაფერს არ ვიყენებთ, რაღაცები ალაგია. ნუ ფაქტიურად ეს ჩემი სახლიც არ არის, უბრალოდ ჩავდივარ ხოლმე სტუდენტ. აღმოჩინე ატანილი და აგდებული ჭიქები. ვის გახსოვთ? ალბათ ბევრ სახლშია. და ეს ჩემს ბავშვობასთან იმდენად ასოცირდება და იმდენად მიგდებული იყო. როგორც მახსოვს, ქორწილში აჩუქა ვიღაცამ დედას. და ვფიქრობ, რომ არ იქნება იაფიანი, რახან ქორწილში ორ ჭიქას გაჩუქებს ადამიანი 78 წელში. ვფიქრობ, რომ კარგი რამე უნდა იყოს. ასევე სცენკის ამბები ხო იცით? გედერის ეს არის და წარმოიდგინეთ სიძველისგან ამდენ არ ხმარობდა საშაქრე. ამას დავფარავ რამით, გავშკურკავ და შევღებავ ან რაიმეს მოვფიქრებ, იმიტომ რომ მთელი ჩემი ბავშვობა ეს იდგა ტანწერწეტა დიდი ის აქვს ყავის დასასხმელი და ყოველთვის მინდოდა რომ ამით დამელია ყავა და ხელი მომეკიდა და არ ვიცი ახლა ვის ეზედმეტა. ფაქტიურად ნაგავში იყო გადაყრილი. და მას აქვს ესეთი ლამბაქები და ესეთი ჭიქა. და ყავას რო ვხდი, ახლა ნიკას მოვუმზადოთ რაიმე საუზმე. ჩემი მაკინაკის ყავისთვის ეს არის იდეალური. და ნახეთ. ასე ვიპოვე. და წარმოვიღე, იმიტომ რომ ჩემ დას ველაპარაკებოდი და მითხრა რომ აიღე და წაიღეო. გავერეცხოთ. გავუკეთოთ საუზმე. დილით ერთხელ გავუკეთე უკვე ამაში. და გადავაქცე. კატებსაც კი არ მივართვი. ამ კეკულესებს ყიდულობ ხოლმე. ხილით. და იდეალური საუზმეა უცბ. ბანანი. ხილსაკეთ მიკუჭავ მიკუჭულში. ისეთ ხვალთ უნდა გაფრთხნა, ისეთი ფასი ღირსი. არ უნდა გაგყვეს.
მე გულს ვაჭრი. აი ამას ეს. არ ვიცი რატომ გონია რომ ცუდია, მაგრამ ვაჭრი. ფორტოხალს ცალკე გავუკეთებ. Ჟანი. მიწვიტავ უფრო ვადა აქვს. კაი დროს 04 26 26. იოგურტი. ეს პასტათმობებში როცა არის ბევრს ყიდულობ ხოლმე და ძალიან მომწონს. კარგად ხაჭო ესეთი ახატია და ნახეთ როგორია შიგნით. აღარ ვიყიდე მეორედ. შეიძლება ჩემი პირისთვის არის თქვენი გაკეთებული მიოსლი. დავაწყოთ შოკოლადები მივუყაროთ. იდეალური საუზმეა. ცალკე დავუჭრე ფორტოხალს. გავგლიჯოთ, ვაიმე ისეთი მოსაწესრიგებელი ვარ. ფრჩხილები ახლა რა დავუჭდები და მივყვები წარბები. ყველაფერმა გასაკეთებელი. მე აქ დაგემშვიდობებით. არ ვიცი კიდევ მოვალ თუ არა.